შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International, რომელსაც მე წაგკითხავთ, პლატფორმა X-ზე გამოქვეყნდა მათი განცხადება. საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისთვის სივრცე სულ უფრო ვიწროვდება. ხელისუფლებამ გაყინა შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები და სისხლის სამართლის საქმე აღზრა საბოტაჟისთვის ბრალდებით, რომ მათ მომიტინგეებისთვის დამცავი აღჭურვილობა დააფინანსეს. წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, ამჯერად საქმე შეიძლება არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერების დაკავებამდეც მივიდეს. დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციების საბოტაჟის მომწყობებად მოხსენიებით, ხელისუფლება აფერხებს მათ საქმიანობას და საშიშ სიგნალს უგზავნის ყველას, ვინც ქვეყანაში ადამიანის უფლებებს იცავს. ადამიანის უფლებათა დამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების საქმიანობის შელახვით, თავად საქართველოს ხელისუფლება ჩადის საბოტაჟს საკუთარი მოსახლეობის უფლებების წინააღმდეგ. ეს რეპრესიები უნდა შეწყდეს, ვკითხულობთ ამნესტის განცხადებაში, რომელიც გამოქვეყნებული არის პლატფორმა X-ზე, ასევე ჯო ვილსონმა, ამერიკელმა სენატორმა და მეგობარი აქტის ერთ-ერთმა ავტორმა გამოაქვეყნა პლატფორმა X-ზე პოსტი ქართული ოცნების ანტიამერიკული რეჟიმი მეტ რეპრესიას ახორციელებს თავისუფალი ქართველების წინააღმდეგ იმის გამო, რომ ისინი თავისი ქვეყნის კომუნისტური ჩინეთის მიერ ბოლომდე შთანთქვის აღკვეთას ცდილობენ. მეგობარი აქტი საჭიროა დაუყოვნებლივ. დაწერა ჯო ვილსონმა პლატფორმა X-ზე, ასევე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა მიმდინარე მოვლენებს რასა იუკნევიჩინე, ევროპარლამენტარი. ქართული ოცნება ამკაცრებს რეპრესიებს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. თბილისის საქალაქო სასამართლომ შვიდი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები გაყინა თითქოს საბოტაჟის საფუძველზე დემონსტრანტებისთვის საბაზისო დაცვითი აღჭურვილობის მიცემისთვის. ევროპარლამენტმა განსაზღვრა ევროკავშირმა როგორი პასუხი უნდა გასცეს. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო დავიწყებას მიეცეს. დაწერა ევროპარლამენტარმა თავის სოციალურ ქსელში და ასევე კიდევ ერთი ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინიც ეხმაურება მიმდინარე მოვლენებს. ქართული ოცნების მთავრობის მიერ დაკავებული მომიტინგეებისთვის იურიდიული დახმარების გაწევა დანაშაული არ არის. ისევე როგორც ეს არ არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული საბოტაჟი. მე კვლავ ვდგავარ ქართველი ხალხისა და სამოქალაქო საზოგადოების გვერდით, რომლებიც ცდილობენ შეინარჩუნონ საქართველოს დემოკრატია, აღნიშნავს ამერიკელი სენატორი.